მოკლედ დღეს ვიზაუროთ Flex-ზე. შევქმნათ HTML ფაილი, სტანდარტულად როგორც ვიცით. და დავარქვათ index.html. Shift და ერთიანზე დაჯერთან ძახილის ნიშანი. ეს ვიცით, რომ ძახილის ნიშანი დაიხატება და Enter-ზე დაჯერით. აუცილებელ, ასე ვთქვათ, კოდებს გვიწერს. უბრალოდ Flex-ი და Grid-ი არის, როგორც ვიცით, ერთ-ერთი ასე ვთქვათ, თავარი web development-ში, სადაც ვებსაიტზე არსებული კომპონენტები უფრო მოქნილი იქნება, ასე ვთქვათ, და შესაძლებელია, რომ ადაპტური, ანუ responsive, ანუ ადაპტური ვებსაიტი შევქმნათ ყველა მოწყობილობისთვის. მოდი პირველ რიგში შევქმნათ div-ები, ასე ვთქვათ, ამ წუთში div-ებით გავაკეთოთ ეს ყველაფერი. იყოს div კლასი container. აქ შიგნით შევქმნათ შემდეგ 4 div კლასი card-ით და 4 ცალი. თაბღილაკზე დაჯერით, ან Enter-ზე დაჯერით. შევქმნით აი ამ სტრუქტურას. აქ იყოს card 1, შემდეგ ჩამოვიდეთ და card 2. ეს შეგვიძლია ერთადაც ჩავწეროთ აქ, მაგრამ არა უშავს. card 3 და card 4. card 4. ეხლა აქ მარჯვენა ღილაკზე დაჯერით, ანუ ეს ჩართული უნდა გქონდეს ჩვენ live server-ი, ანუ ესეთი დამატებითი არის, აქედან შეგვიძლია ჩავთოთ ეგ live server-ი. ამბობთ აი აქედან, აქ ჩაწერთ live და აგერ live server-ს და ჩართავთ. შემდეგ როგორც კი დააყენებთ, უბრალოდ ინსტალაციას გააკეთებთ, აი ეგ მარჯვენა ღილაკიდან open live server და გაიხსნება ეს ყველაფერი live-ში. მოდი ახლა ნახოთ და გვერდი დავაყენოთ, რომ კარგად ვიმუშაოთ. აი ეგ მოვკიდებთ ხელს, წამოვიღებთ და აქაც ამას ავირჩევთ, რომ აი გვერდი ჩანდეს. მოკლედ, აი გამოჩნდა. მაგრამ ახლა გვინდა ჩვენ CSS-ის ფაილი. აქ შევიდეთ style .css. ისინი გადავაბათ ერთმანეთზე. ამას დავხურავ. ცოტა არ მჭირდება ეს. ამასაც აქეთ გამოვწევ, ხელზე არ მჭირდება და აი აქ დავწერთ link. მე შეგვიძლია enter-ი და თვითონ წერთ, აქ შეგვიძლია ჩავთოთ style. style და აქ თვითონ გვაძლევს წერტილი CSS. ან შეგვიძლია თუ პაპკაში გვაქვს ცალკე პაპკაში, წერტილი დახრილი ხაზი და თვითონ გამოგვიტანს აი აქ ყველაფერს და აქედან აი ეს. შემდეგ მოდი აი ესე გავაკეთოთ, რომ ყველაფერი ჩანდეს. მაშინ აი აქ ნახეთ style CSS-ზე დავდგები, აი ამ ღილაკს დავაწვევი, აქეთ გამიხსნეს ამ style CSS და ამას გავთიშო. აქ ასე თუ ისე გამოჩნდება, მოდი ცოტა აქეთ გავწიოთ, ეს გადავწიოთ და მეტი გავშალოთ ეს. თუ არის მაგის საშუალება, თუ არა და ესეთი რაღაცა გავაკეთოთ. და მეტზე გავწიოთ აი ეს. რომ მეტი საშუალება გქონდეს კოდის წერის. მოკლედ, რა გჭირდება? პირველი მოდი აი აქ გავაკეთოთ ეს კლასი კონტეინერი. საერთოდ ზოგადად ჯობია, ჩემი ეს შეხედულება ესეთია, რომ იყოს ბორდერები გარშემო, რომ ხედავდეთ სად მუშაობთ და რაზე მუშაობთ. border 1 პიქსელი solid gray. ანუ შავი ან ნაცრისფერი. ეს არის ხა კონტეინერი, მოდი ამას მე დავაკოპირებ. так, ჩავწერ cards. და card-საც აი თითოეულ card ნახე, აქ ჩვენ კლასი car გვაქვს და არა card.
იყოს car. და თითეულზე აი ესეთი ახლა div არის და div არის ბლოკური ელემენტი, აი თლიანად ბოლომდე არის გასული. inline ელემენტი რო იყოს, მაშინ იქნებოდა აი ხა რო ჩავწერო აი აქ მე display inline, ეს დალაგდება ერთმანეთის გვერდით. მაგრამ ამ ასე არ ვწერთ ამას. ერთმანეთის გვერდით უნდა დავალაგოთ flex-ებით და grid-ებით და ასე შემდეგ. რახან ბლოკური ელემენტია დალაგდა მთლიანად აი აქ. ხო, ეხლა რაც გვინდოდა ჩვენ. ეხლა თუ დავწერთ display flex card-ისთვის არა. აი ეს ხშირად ეშლება თქო display flex თუ დავწერ, არაფერიც არ მოხდება. მაგრამ აი ეს უნდა ავიდონ მშობელ ელემენტში. ანუ თვითონ აი აქ იმაში კონტეინერში და აი ამის შემდეგ უკვე განლაგდნენ ერთმანეთის გვერდით აი ეს ასე ვთქვათ კარტები, ანუ თითეული აი ეს შემდეგ ხა რა გვინდა შემდეგ ეხლა თვითონ აი ამ flex აქვს ესეთი მოდი ცოტა დიდრების პატინგებიც მივცეთ, ანუ გაიძელოს თქვა 30 პიქსელი, ყველა მხრიდან გაიძელება პატინგი, რახან ოღონდ ეს დავწერე მე არა შობილში არამედ თვითონ თითეული კარდი აი 30 პიქსელით გაიზრდება ყველა მხრიდან. ან მარტო ერთი პატინგი დავწერე. ეხლა აქ შემიძლია ესეთი რაღაცა გავაკეთო. მე შემიძლია ეს კარდები ამას ეს ჩამოვწევ უფრო კარგი იქნება. ეს კარდები მე ეხლა შემიძლია მიმართულება მივწე ამ კარდებს. მაგალითად ნახეთ, აი justify content არის მაგალითად space between. Space around, space between. ნიშნავს რომ აი ამ კარდებს გაცრავად აი ამ კარდებს გადაანაწილებს ისე რომ თითოეულ კარდებს შორის ტოლი მანძილი იყოს. Space around-ი ესე გააკეთებს. რომ გარედანაც, ანუ აი ამ კიდეებიდანაც დაცილება ქონდეს. ასევე არსებობს მაგალითად აი flex start-ი, flex end-ი. ნახე, ახლა flex start-ზე ისედაც არის. flex end-ით აი აქეთ გადმოვიტანთ. flex center-ი. ეგეთ ამისა პირდაპირ ცენტრი შემიძლია გავაკეთო ყოველ შემთხვევაში. flex center-ი არც მე ცენტრი. და ცენტრში დაშდება ასე. ანუ ეს შეგვიძლია ჩვენ კონტენტი ვამოძრავოთ, ასე ვთქვათ, ანუ მე რომ მქონდეს ამის ზემოთ მენიუ და ეს იყოს კონტენტი, სადაც ინფორმაცია განლაგდება, ესე შემიძლია ეს ყველაფერი გავაკეთო, ასე ვთქვათ. ასევე ეს არის justify content-ი, ნიშნავს რომ მოდი იცი რას ვთქვა, ამას სიმაღლესაც მივცემ. height იყოს თქვათ 300 პიქსელი. ეს იმისთვის მინდა რომ აი ნახეთ ეს კი გაყვა ეხლა ამ სიმაღლეს. მაგრამ მე შემიძლია ესეთი რაღაცა გავაკეთო, მოდი ამას კომენტარი დავადოთ და ესეთი რაღაც გავაკეთოთ. თუ justify content-ი ესე იგი ჰორიზონტალურად ამოძრავებდა ამას, ანუ x ღერძის მიმართულებით. არსებობს align ესე იგი ესეთი რაღაცა align item, მაგალითად შემიძლია მივცე ესეთი რაღაცა. იგივე start-ი ნახე, ნუ flex start-ი აგერ და ისა აი ზემოთ წაიღო. თუ მივცემდი flex end ქვემოთ წამოიღებდა, აი ქვემოთ წამოიღო. ანუ ეს გაასწორა align item-ი ასწორებს y ღერძის მიმართულებით, ანუ ვერტიკალურად. ესე იგი justify content-ი არის ჰორიზონტალურად, ანუ მარჯვნივ და ამ ცენტრში, ხოლო align item-ი ზემოთ ქვემოთ და შეგვიძლია აქაც ცენტრი გავაკეთოთ, აი center.
და შუაში დაждდება აი აქ. ნუ აქაც შემიძლია ეს ორივე გამოვიყენო და აი საერთოდ დაილეს ცენტრში. აი აქ ეს ცენტრში შემიძლია განვალაგო აი ეს. ეხლა რაც მთავარია კიდევ. ნახეთ, მე ეხლა აი თითეულს მივცეთ ესეთი ზომა ეხლა. აი ნახეთ, თითეულს მივცეთ ესეთი ზომა. ნუ მოდი იყოს პედინგი კი, მაგრამ თქვა ვიზი, თან მარტივად ჯერ გავაკეთოთ, იყოს თქვა 300 პიქსელი. თითეული. ნახე. შესაძლებელია ეს თქვა არ ეტეოდეს აი აქ ამაში. ამიტომ მე შემიძლია აი აქ. ნახე. ეს მშობელში ვწერთ ამას ამ ყველაფერს ზოგად მონაცემებს ვწერთ მაშინ მშობელში. თუ კონკრეტულად გვინდა რავი ახლა ფერის მიცემა რაღაც ამაზე უკვე თვითონ აი კარდის კარტს უწერთ რა ასე თუ. ახლა მე თუ აქ დავწერ flex wrap მაგალითად wrap ნახე აი ჩამოვარდა კიდეც ანუ wrapping-ი მოხდა ანუ თუ არ ეტევა აი აქ მე 300 პიქსელი ხომ მივიცი და გავზარდე. ეხლა ეს მაგალითად 1200 პიქსელი გამოდის 1200 პიქსელი თქვა და არ ჩაეტია ხო ამიტომ ჩამოვარდა ქვევით ანუ wrap-ი მაგას აკეთებს რომ ჩამოვარდოს ასე თქვა ქვემოთ. ანუ ახალ ხაზზე გადაიტანს თუ არ ეტევა ერთ ხაზზე ასე თქვა. ან მაგალითად ეხლა მე ხო აქ მივეცი ამას 300 პიქსელი. მე შემიძლია ესეთი რაღაცა გავაკეთო ვიზი ესე კი არ გავაკეთო ასე ვთქვათ 300 პიქსელი მივცე თუ თანაბრად მინდა გადავანაწილო შემიძლია ესეთი ხერხს მივმართო აი აქ 300 პიქსელი კი არ მივცე საერთოდ აი მივცე ესეთი რაღაცა flex მაგალითად 1 ეს ნიშნავს რომ აი თანაბრად გადანაწილდეს ანუ თანაბრად ეხლა ეს 300-ია 400-ია თუ რაც არის თვითონ თანაბრად გადანაწილდა აი აქ მოდი იყოს ეს flex-ი ზემოთ იყოს ან საერთოდ აი ეს თუ დავაკომენტაროთ ეხლა ვნახოთ რა მოხდება ჩვეულებრივ სიმაღლეშიც გაიზარდა ხო ბოლომდე სავშა პატარა ზომაზე იყოს უბრალოდ ეს გავთიშოთ რომ თავში იყოს ხედავდეთ მეტი არაფერი ხო ეს ახლა ეს ჩანაწერი ნიშნავს რომ თანაბრად მოკლედ ეს flex 1 ნიშნავს რომ თანაბრად გადანაწილი ხა ნახე wrap-ი კი აქვს დაწერილი ამას მაგრამ ეს wrap-ი უკვე აქ არ მუშაობს იმიტომ რომ თვითონ ავტომატურად დალაგდა ეს ავტომატურად გადაინაწილეს მთელი სიგანი ასე ვთქვათ ეს რამდენიც არ უნდა დავაპატარავ ახლა აი ავტომატურად გაყვება აი ამ ყველაფერს მაგრამ აქ გვაქვს კიდე ერთი შემდეგი პარამეტრები და ვნახოთ რაზე არის რომელ პარამეტრებზეა საუბარი ეგეთ ესე იგი ნახე flex-ზე მე შემიძლია დავწერო ესეთი რაღაცა ხო მოდი დავწეროთ რომ ვთქვათ რაღაცა 300 პიქსელი ჩავწეროთ ესე რომ ნახოთ რა მოხდეს ჯერჯერობით არაფერი ნახოთ მოდი აი ამას გავუსარდოთ მშობელს 2 პიქსელამდე სისქე და მოდი აქ მივცეთ red რომ კარგად დავინახოთ ყველაფერი ნახე ჩარჩოში ეს მაგრამ არსებობს აქ ესეთი რაღაცა flex მაგალითად 0, 1 და 300 პიქსელი. ახლა ნახოთ რა მოხდება. ან თქვათ მოდი 0 დავწეროთ აქაც. ნახეთ. მოხდა ის რომ 300 პიქსელის ნაცვლად კარგად რომ დავინახოთ იყოს 200, აბა რა მოხდება. ნუ 200 მოთავს და აი აქ ნახეთ 200 მოთავს და აი აქ. 300 უკვე ნახეთ გარეთ გავიდა ჩარჩოებს არა მოდიში რა გავაკეთე
აი აქ, აი 200 კი არა, 300 რო დავწეროთ, ნახეთ ჩარჩოებს გარეთ გავიდა. მოდი მშობელდიოს, რაც მივცეთ v0-ს ყველაფერი კარგად დავინახოთ. აი v იყოს 900 პიქსელი. და გავაკეთოთ ესეთი რაღაც. margin auto ნიშნავს, რომ ცენტრში დალაგდება, ცენტრში გასვლა. ნახე? აი 300 პიქსელი რო გავუწერე, ახლა შემოსაძლებელია 200-იც საკმარისი იყოს. ნახე? 200 პიქსელით აი გაიწია გარეთ. ანუ აქ მე ვეუბნები, რომ 200 პიქსელი იყოს თითეული. და ნუ აქ არ ჩაეტია, აი ამაში. თან პედინგიც აქვს ამას. და მაგითო არ ჩაეტია. მაგრამ თუ აი აქ დავწერთ ერთს, აი აქ ერთს, აი 0.1-ს. ნახეთ, უკვე მოთავსდება. ეს ნიშნავს, რომ ესე იგი shrink ნიშნავს, რომ გაწელვა. ისე მოხდეს, რომ აი ამ ჩარჩოებში ჩალაგდეს. თუ აქაც დავწერთ ერთს, ნახოთ რა მოხდეს. ან აი აქ თუ დავწერთ, მაგალითად 0-ს. ნახეთ? აი გარეთ გაიწია, ასე ვთქვათ. და აი აქ ესეც უნდა ჩავართოთ, ნახე ასეთ შემთხვევაში. ხა მე რა მინდოდა, ის მინდოდა, რომ აი ეს აქ კი არ გაწეულიყო გარეთ, თითოეული 200 პიქსელი რო იქნებოდა, ქვემოთ ჩამოვარდნილიყო. მაშინ მშობელდივში ეს wrap-ი უნდა გავააქტიუროთ და ინახეთ. ჩამოვარდა ქვემოთ. აი აქ ეს მე-4 კარდი არის და თან გაიწელა ბოლომდე. აი ბოლომდე გაიწელა ეს კარტიც. აქ მივხვდით ხო? ნახე აი ეს ნიშნავს, რომ მე მაგალითად თუ ეხლა აქ ამას 900 კი არა ვთქვათ იყოს 1000, ნახოთ რა მოხდება 1000. და აქ ხო, ესე იგი ეს არის, რომ შეავსოს წარიელი ადგილები და wrap-ი რომ აქვს მიცემული უკვე თუ არ ჩაეტია ჩამოაგდოს ქვემოთ. ხო, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ. ესე იგი აქ კეპიც დაუწერე, რომ დაცილება იყოს და უკეთესად დავინახოთ ეს ყველაფერი. კეპი ნიშნავს, რომ ეს ერთმანეთს დააცილოს. ანუ მე თუ აქ საერთოდ წერდი აი ნულებს, ჯერ 200 პიქსელს არაფერს არ მეუბნე იმდენად. აი აქ თუ დავწერდი ესე 0 და 200 პიქსელი flex wrap-ის გამო აი აქ flex wrap-ის გამო რახან არ ჩაეტია ჩამოაგდებს. თუ flex wrap-ი არ მექნება, აი გარეთ გავა. მაგრამ თუ აი აქ მე დავწერ ერთიანს, ნახე შეიკუმშება, ანუ აღარ გაიწელება, ასე ვთქვათ, shrink-ი არ მოხდება, აღარ გაიწელება. მაგრამ თუ აქაც ნახე, თუ აქ flex wrap-ს ჩავრთავ მაინც, იმიტომ რომ იქნება არ ეტევა, აი ხა მე რო აქ 300 პიქსელი მქონდეს. ეს და უნდა ჩაეტიოს აქ. არ უნდა ჩაეტიოს, იმიტომ რომ მე რო ეხლა აქ ინფორმაცია მქონდეს ამაში, აი კარდის ნაცვლად ესეთი რაღაცა დავწეროთ, მაგალითად აი ლორე. ხო, აი ნახე. ამიტომ მე აი აქ flex wrap-იც უნდა მქონდეს აი აქ ესე ჩართული. აი flex wrap-ი რომ აქვს უკვე ინფორმაცია ნორმალურად განთავსდა. მაგრამ ნახე რა არ მაქვს. აი აქ ამას ახლა სიმაღლე მაქვს მიცემული აი ეს. და მაგიტო არის ამის გარეთ გამოსული, თორე სიმაღლე რა მქონდეს ჩვეულებრივ. დაждება. ეხლა ანუ რა არის მნიშვნელოვანი აქია. აი გვერდები არ შეავსო და ცენტრში დასვა. ამისათვის მე ეს ხო იმისთვის დავწერე, რომ არ გაიწელოს აი shrink-ი. wrap-ის გამო, ხო. ეს აქ ერთი უნდა იყოს მაინც. მაგრამ აი ეს რო შეავსოს გარშემო აი აქ. აქაც ერთი უნდა დავწერო. და ნახეთ, აი ავტომატურად შეავსო დარჩენილი ნაწილები. ასე ვთქვათ.
ანუ flex-ით ამას ვიზამ. ეხლა ეს ეს მაქვს მე იმის გამო რომ აქ არის 1000 პიქსელი მიცემული ასე ვთქვათ. ხო, ეხლა დანარჩენი კიდე გავაგრძელებ. ნახე, მე როცა რესპონსივობა მინდა და იმას შევკუმშავ. აქ ეხლა რა ხდება? ეს ორიც ქვემოთ უნდა ჩამოვარდეს მაგალითად მობილურის ვერსიაზე, რომ მობილური გაიხსნას ეს ვერტი. ამიტომ მე აქ კაცრად მაქვს გაწერილი ვიზი. აი ეს. შემეძლო აქ დამეწერა min ვიზი. ანუ მაგალითად აი min viz. და მაშინ ნახე რა მოხდებოდა? აი თუ არ ჩაეტევოდა უნდა ჩამოვარდნილიყო ქვემოთ, მაგრამ საერთოდ არ მჭირდება სიტყვაზე აი ეს min ვიზი. საერთოდ გავთიშოთ. აი ნახე. შესაბამისად უკვე აი ნახე მობილურის ვერსიაზე აი ესე ჩამოვიდა. ესეთ min ვიზიც უნდა გააკეთოს ეს ნახოთ აბა. ნუ საერთოდ გავთიშოთ min ვიზი და აი მობილურის ვერსიაზე უკვე თქვათ აი ესეთი რაღაც მოხდება. ესე იქნება დესკტოპ კომპიუტერზე თქვათ აი ესე იქნება ტაბლეტზე ან სხვა მოწყობილობაზე და აი ესე იქნება უკვე მობილურის ვერსიაზე. ეს ვარიანტი ახლა რასაც ჩვენ აქ ვაკეთებთ ეს ვარიანტი გამოგვადგება თუნდაც მენიუს გაკეთებისას აი ხა მე აქ რომ მქონდეს ესეთი რაღაც თავზე აი აქ გავხსნათ head tag-ი header tag-ი და გავხსნათ მაგალითად nav tag-ი და აი აქ ჩავწერო აი იყოს მაგალითად a tag-ში იყოს მარტო a tag-ი შეიძლება logo და აი აქ ავიღოთ TV კლასი navigation და ჩავწეროთ menu ესე იგი link და menu-ში ჩავწეროთ home და enter. ოღონდ რამდენი მინდა? ნუ კაი იყოს. ესე ჯობია ესე იყოს. და მე დავაკოპირო. აი აქ ეხლა მე მაქვს აი ეს header-ი. ეხლა ეს როგორ დავალაგო გვერდი ხო? შესაბამისად ეს არის მოქცეული ყველაფერი nav-ში, აი nav. ნუ გადავალა აი აქ და დავწერო nav, nav-ი არც კლასი მაქვს ეხლა მე და არც ისა მაქვს რა ქვია. მარტო tag-ი მაქვს და tag-ის იმით დავწერო. რა მინდა ეხლა მე აქ? display flex ხო პირველ რიგში რომ ესენი გვერდი დავაგდე. ეხლა ეს გვერდი არ არის, იმიტომ რომ თუ გინდა ეს გავაკეთოთ აგერ მოვაკოპირებ borders და ამასაც გავუწეროთ თუ დავინახოთ რომ რაზე არის საუბარი, აი გვერდი არ არიან ესენი და ეს რაში მაქვს ჩასმული class navigation-ში. აი აქაც აი კლასი class navigation რომ ნახო აქაც აი და აქ კლასი ლოგო მივცეთ ამას კლასი ლოგო და ამ ლოგოსაც აი აქ ლოგო აი ნახე გვერდი არ არის ერთმანეთის ზემოთ და ქვემოთ არიან სავარაუდოდ. ამიტომ შობელს მივცემ ახლა display flex აი ახლა განან ესენი გვერდი logo და menu და აი აქ უკვე რა მინდა justify content space between აი space between და ახლა მე უკვე შემიძლია აქედან უკვე class navigations მივცე ესეთი რაღაცა. class navigation-ი აქვს rules. არა, პროსტორად ეს div უნდა იყოს აქ.
მაშინ აი აქ კლასი navigation-ის rules შემიძლია დავწერო. კლასი ამ navigation-ის rules-ზე, ან შემიძლია rules-ას მიმეცა კლასი იყოს display flex. ნახე display flex. ესენი ერთმანეთს გვერდიგვერდ დავაკეთე. ეს შემიძლია ხა მე margin right-ითაც ასე გამეკეთებინა margin right მაგალითად დაცილებული ყვენ თქვათ 20 პიქსელით. მაგრამ ესა ლიზე უნდა მიმეცა ეს. ანუ მე რო აი აქ ესეთი რაღაცა გამეკეთებინა აი ლი და ესე გამეკეთებინა დაცილდებოდა ერთმანეთს, მაგრამ ჯობს აქ ვიცით ეგეთი რაღაცა გეპი თქვათ იყოს იგივე 20 პიქსელით. ანუ ლისტვის მშობელი არის ეს ული და ამიტომ იგივეს გავაკეთე. ეხლა reset css-იც უნდა გამეკეთებინა მე თავში. reset css ნიშნავს რომ აი მაგალითად ესე თუ გავაკეთებდი მე ესეთ რაღაცას ესე იგი margin nolly padding nolly და reset css შეიძლება ჩამისვა ესეთი რაღაცა რომ მაგალითად list style none და აქაც გაქრებოდა ეს ან ესეთი ცალკე შემეძლო დამეწერა უკვე აი აქ ლისტვის ცალკე ლია მიღო და იმისთვის დამეწერა ეს და აქაც ხაზგასმები უკვე მაშინ 100 უნდა მივმართო რომ ხაზგასმა აი ეს მოდი ამას ესენი დავუშალოთ და არ გვჭირდება ამდენი ეს ნოლები ჩავსვათ აქ აი ეს ხაზგასმები მაშინ 100 უნდა მიმართო როცა ამ ხაზგასმას აკეთებ text decoration none is none ეს და ხაზგასმებიც აღარ ექნება აი აქ მენიუს იმიტომ რომ როცა link-ში ისმება ანუ ატექსში ისმება მაშინ ისმება ამას ხაზი ხო მაგრამ ესე შემეძლო reset css-ში ჩამესვა reset css კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას რომ ეს რახან ვარსკვლავში ჩავწერე მე აქ ყველაზე მთელ საიტზე ვრცელდება და ამიტომ აქ text decoration none რო დამეწერა всё უკვე აქ ერთხელ რაღაც ჩავწერე ეს მე აწიმი აქ რამდენი მენიუც არ უნდა გავაკეთო აღარ დამჭირდება აი ამ ტეგების აი ამ იმის დაწერა კომანდის ან ამბრძანებების დაწერა აღარ დამჭირდება ესე გავაკეთეთ ესე იგი display flex-ით ასე გადავანაწილეთ logo და ესა menu ასე ვქეთებ აქ შემიძლია მე კიდე gap-ი დამეწერა ეს იყო navistvis gap-ი არა ეს არ ჭირდება ყოველ შემთხვევაში კარგით ხოლმე რო აქ ღილაკები ხშირად დამატებული აი აქ მაგალითად login და logout-ის ანუ რეგისტრაციის ღილაკები მაშინ ამას ცალკე divs ავიღებდი კიდე ოღონდ navში ჩავსვავ navში არა და header-ში ჩავსვავდით header-ში მაგრამ შეგვეძლო ნავიგაციისთვის ნავიგაციაში ჩაგვესვა კი ბატონო მოდი ავიღოთ tv კლასი რა დავარქვათ მაგალითად რეგისტრაციის ხო რეგ და აი აქ ჩავსვათ მაშინ კიდე ორი ბატონი იყოს login და მეორე ბატონიც logout აი ნახე ესენი ავტომატურად დაალაგდა უკვე ნახე მენიუ ცენტრში ეს აქეთ ავტომატურად დაალაგდა რადგან მიცემული აქვს justify content space between ესეთნაირად მოდი flex-ი გამოვიყენოთ თვითონ აი აქ თვითონ card-ში აი მაგალითად ეხლა აი ავიღოთ ერთ-ერთი card-ი რომელსაც ჩვენ ინფორმაცია გვიწერია აი ეს და მოდი აი აქ როგორ გამოვიყენოთ თვითონ card-შიდაც ესეთი რაღაცა ვნახოთ
აი, მაგალითად კარტში მაქვს ტექსტი, ხო? ნუ იყოს, მოდი ეს პეტექსში ჩავსვათ. ბოლოში დავხუროთ აი აქ B. თქვათ რაღაც HR ტექსტში ჩავწეროთ აი აქ რაღაც აი თუნდაც my card რაღაც სათაური იყოს. აი ეს და ბოლოში დავსვათ თქვათ ღილაკი, ბათენი. აი ესეთი ბათენი დავსვათ. ეხლა ნახე ეს ჩვენ როგორ გავაკეთოთ ისე რომ დავალაგოთ ნორმალურად ასე ვთქვათ. თვითონ card-საც აი აქ card-საც ნახოთ, მივცეთ ესეთი რაღაც. მოდი იყოს ესეთი რამე გავაკეთოთ, ანუ ცენტრში გვინდა ლამაზად გვინდა განლაგება, ხო? მოდი იყოს აქ display flex-ი აქაც. და ესენი ნახე ერთმანეთის გვერდით განლაგდებიან, მაგრამ ჩვენ აქ გვინდა ესეთი რაღაც კიდე ბრძანება. Flex direction არის ესეთი მიმართულება, რომელიც არის column, სვეტურად განლაგდნენ, აი, ნახე. სვეტებად განლაგდნენ. Flex direction column მაგას გააკეთებს ასე ვთქვათ. Cards აი აქ სიმაღლე მიცემულია, სიმაღლე შეიძლება წავუშალოთ და აი ავტომატურად მოხდება ამათი და თუ მაგალითად ცენტრში გვინდა კიდევ აქ მივუთითოთ ცენტრში განლაგება რა. შეგვიძლია text align center-იც გამოვიყენოთ ესეთი რაღაცა. რომ ლამაზად რამდენად ლამაზად იქნება იმის მიხედვით. აი ეს. შეგვიძლია ეს ბათენი აქ ქვემოთ ხო გვაქვს მაშინ მე შემიძლია ესეთი რაღაცა გავაკეთო. აი აქ ბათენები სადაც ეს ღილაკი. ამას მივცეთ თქვა კლასი btn-ი და კლასი btn-იც, კლასი btn-ი იყოს მაგალითად ვთქვათ margin top-ი რო გავაკეთოთ, margin top იყოს მაგალითად 20 პიქსელი. ეს იმას ნიშნავს, ეს ზემოდან ცოტა აი ჩამოიწია ქვემოთ. ესეთი რაღაც შეგვიძლია გავაკეთოთ. შეგვიძლია ახლა ეს card-ზეც გავაკეთოთ, აი ეს რო გავთიშოთ. შეგვიძლია card-ზეც გავაკეთოთ. აი აქ მივცეთ მაგალითად gap ვთქვათ 20 პიქსელი და ნუ ესე გამოვარო ერთმანეთს დაცილებიან. ესე შეგვიძლია გააკეთო ასე ვთქვათ. gap-ი აცილებს ერთმანეთს შიგნით ინფორმაციას. კარგი. ახლა კიდე რა. ანუ აქ btn-ზე რაღაც დიდი ჩანს ეს btn-ი, მოდი ესეც გავასწოროთ. მოდი აქ ესე აი btn-ზე მაქვს აი აქ ესეთი რაღაცა. მაგალითად მოდი viz დავწეროთ. viz იყოს თქვა 100 პიქსელი. მოდი უფრო ლამაზი რო იყოს padding-ებით, ანუ გავწელოთ სიგრძეზე სიგანეში padding. მაგალითად 10 პიქსელი გაიწელოს და 20 პიქსელი. ნახე? თუ პირიქით გავაკეთოთ, მოდი. 10 პიქსელი რო დავწერე, ყველა გვერდიდან გაიწელა 10 პიქსელით. და 5 პიქსელი რო ლამაზი რო იყოს რაღაცა კიდე. აი ესე იყოს. ან აქ 15 პიქსელი ვნახოთ. აი ესეთი რაღაც შეიძლება. დავტოვოთ 10 პიქსელი და ცენტრში გვინდა გადმოვიტანოთ, ხო? აი ცენტრში გვინდა გადმოვიტანოთ. მაშინ დავწეროთ ესეთი რაღაცა. margin auto. აი ნახე margin auto. ეს ნიშნავს, რომ ცენტრში გასწორდება ავტომატურად და ეხლა ეს რო დავაპატარავთ, აი ესეთი რაღაცა გამოვა.
ფლექსით. აი ესე გაკეთდა, ასე